გაჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველიან ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მას შარი დარდო თუ ცუდი რამ შეგეთქვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ ჭარაძინგასი ტურბოზავრებო ყველა გაჩხիկ ტურბოზავრებო შევხვდეთ თავ გადასავლეს სხვებთან ერთად მამაღლა დაიძახე ტურბოზავრებო წინ ტურბოზავრები მითხრა რა ჩვეულებრივად გამოიყურებით და ეს გულსაბნევით ძალიან გიხდებათო. გულსაბნევი? რომელი გულსაბნევი? ღმერთო ჩემო. დავკარგე. ბებია, არი ნერვიულო. გაიხსენე ბოლოს სად ნახე შენი გულსაბნევი. ბებიამ თქვა როცა საპარიკმა ხეროდან გამოვიდა გულსაბნევი ეკეთა. ესე იგი შემდეგ დაიკარგა. ხო, მაგრამ პეტია, ბებია დღეს რამდენიმე ადგილას იყო, გულსაბნევის პოვნა ადვილი არ ექნება. შეუძლებელი არაფერია, დახმარება დაგჭირდება. საპარიკმა ხეროდან ბებია ამ გზით წამოვიდა. აი აქ შეუხვია. მოედნის შემდეგ კიდევ ერთხელ შემოუხვია და სავაჭრო ცენტრამდე მოვიდა. სახლში ტაქსით დაბრუნდა. ძღოლს დავურეკეთ. გვითხრა რომ მანქანაში გულსაბნევი არ იყო. მაშინ ქალაქში უნდა წავიდეთ. ის ადგილები უნდა მოვიაროთ, სადაც ბებია იყო და ყურადღებით ვეძებოთ. მართალია. თორ, ეს შენი მონაკვეთია. ბულ, ეს შენი. ანკი, შენ კი აქ მოძებნი. მე და კატია სავაჭრო ცენტრს მოვივლით. ტრაკი აქ დარჩება. ქალაქში მისი გამოჩენა არ შეიძლება. მე რა გავაკეთო? ზერ, შენი ამოცანაა შეგვატყობინო თუ გულსაბნევს იპოვიან. პატარა, ამიტომ ყურადღებით იყავი. იდეა მაქვს. მოდი ტობიკი წავიყვანოთ. იქნებ ბებიას კვალი აიღოს და გულსაბნევთან მიგვიყვანოს. ვფიქრობ, ტობიკის წაყვანა კარგი იდეა. ტურბოზავრებო წინ ტობიკ, კვალი აიღე. გადი აქედან. არა, ტობიკ, სოსისი არ გვჭირდება. ტობიკ, შეჩერდი, მოიცადე. რა გავიგეთ? რომ ტობიკს უყვარს სოსისი და არ უყვარს ველოსიპედები. ამჯერად რა მოხდა? სოსისი დაინახა თუ მორი ველოსიპედს გაეკიდა. ბეჯა, მან გულსაბნევი იპოვა. იპოვა? სად? ზერ, შეგიძლია დაეწია. მე ყველას და ყველაფერს დავეწევი. ყველაფერი ჩემი ხიბლის დამსახურებაა. ვერავინ ვერ უძლებს. ხედავ, ახლა რა გავაკეთოთ? ყველანაირი პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება. ზერ, ტურბოზავრების შეკრიბე. დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. ბულ და თორ, თქვენ წყალსადენ მილს ამოთხრით. ანკი, შენ მას ამოსწევ. გულსაბნევს ამოვიღებთ და მილს უკან დავაბრუნებთ. შენ კი ზერ, უკვე ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო. ტურბოზავრებო წინ
ძალიან ბედნიერება რომ იპოვეთ. ალბათ ადვილი არ იყო. რას ამბობებია? გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის მიერ. შესანიშნავია მინდია გასეირნებისთვის. ნაყინიც გემრიელია, შეხედე ჩიტები. ოი, კინაღამ წავიქეცი. ხედავ, ჯერ არავინ არ არის. ალბათ ადრე მოვედით. არე ნერვიულ, ახლა გამოჩნდებიან. გამარჯობა, მეგობრებო. დღეს რა გავაკეთოთ? გთავაზობთ სპორტს დავუთმოთ დრო, მაგალითად სიმაღლეში ხტომას. ვგრძნობ, რომ რეკორდის დამყარება შემიძლია. შესანიშნავი იდეა. ზერი სიმაღლეში საუკეთესო მხტომელია, ამიტომ მსაჯი იქნება. აი ისევ, ნამდვილი ტალანტი ისევ ჭრდილში დარჩება. ტრაკ, საფეხბურთო კარის ძელი ცოტა დაბლა ჩამოსწიე. მას გადავახტებით. მოემზადეთ? დაიწყეთ. ბრავო, დო! დღეს ფორმაში არ ვარ. სხვა დროს გადავხტები. არ მოიწყინო თორ, შენი დროც დადგება. შესანიშნავია. ტრაკ, ძელი მაქსიმალურ სიმაღლეზე დააყენე. გრძნობ, რომ მზად ვარ რეკორდი დავამყარო. მოემზადეთ? დაიწყეთ. შესანიშნავი მცდელობა იყო ბულ. ახლა ამ ქვას რა ვუყოთ? ქვა უნდა მოვაშოროთ, მაგრამ ძალიან დიდია. შეუძლებელი არაფერია თორ, ამ ქვის დახერხვას პატარა ფილებად შეძლებ. რა თქმა უნდა, შევძლებ. ეს ხომ სიმაღლეში ხტომა არ არის. რატომ უნდა გავხერხოთ? ქალაქის პარკში დიდი ხანია გზებზე ფილები არ გაურემონტებიათ. ახალ გრანიტის ფილას გავაკეთებთ. კარგი აზრია. საღამოს როცა პარკი დაიკეტება, ძველ ფილებს სახლებით შევცვლით. და ეს ქვა ადამიანებს სარგებელს მოუტანს. შესანიშნავი იდეა. ტურბოზავრებო, წინ! რა ყაჩაღიღარ თორ? შესანიშნავი ფილები გამოვიდა. ახლა ეს ფილები ბულის ციცხრზე უნდა დაუტვირთოთ და პარკში წავიღოთ და ახალ გზას გავაკეთებთ. ტრაკის გარეშე ამას ვერ შევძლებთ. ამიტომ მისაბმელი ჩვენთან ერთად წამოვა. ვაშა, ტრაკი პარკში მიდის. ტურბოზავრებო, წინ! ანკი, ფილები გადმოტვირთე. ახლა ძველი ფილები უნდა ავიღოთ. ბულ, ეს შენი საქმეა. ტრაკ, შენ ფილებს გზაზე დააწყობ. ზერ, ტრაკს დაეხმარე. ზევიდან ადევნე თვალი, რომ ფილები სწორად განლაგდეს. აი ეს კარგად დააწყო. შესანიშნავია. ეს უფრო სწორად უნდა დაიდოს. რა სილამაზეა! დო, შემოწმე ყველგან კარგად დევს ფილები. ყველაფერი შესანიშნავა და ტრაკი ნამდვილი ოსტატია. მომეწონა ამის გაკეთება, არც დავღლილ ვარ. მოდი მთელ ქალაქში შევცვალოთ ფილები დღეშიც. მე მზად ვარ. ეგ სხვა დროს გავაკეთოთ, ტრაკ. ამის აქ დატოვება არ შეიძლება. ვიცი, როგორც უნდა მოვიქცეთ. დავამსხვრიოთ და პატარა ქვები პარკის ბილიკებზე დავყაროთ. წვიმის დროს გუბურები აღარ გაჩნდება.
შესანიშნავია. თორ, შეძლებ მის დამსხვრევას. რა თქმა უნდა, შევძლებ. ეს ხომ სიმაღლეში ხტომა არ არის. აი შენი ვარსკვლავური დროც დადგა თორ. რა თქმა უნდა. ეს ხომ სიმაღლეში ხტომა. კარგად იმუშავეთ, მეგობრებო. ძალიან ლამაზი გამოვიდა. ახლა აღარავინ არ წამოკრავს ფეხს. პეცია, კაცია, ბებია სამზარეულოში ხომ არ არის ფილები გამოსაცვლელი? აბა თქვენ იცით, კარგად მოიქეცით, 3 დღეში ჩამოვალ. მანამდე დეი და ნორა მოგხედავთ. ჩემი ავტობუსი მოვიდა. ახლა მატარებელზე არ დამაგვიანდება. ებო. ეს ვისი ჩემოდანია? ეს ხომ ბებიას ჩემოდანია, მის გარეშე წავიდა. რთული სიტუაცია. არი ნერვიულად. თორბოზავრებს დავუძახებ და რამეს მოვიფიქრებთ? ბებიას ჩემოდანი დარჩა. ყველა მისი ნივთი აგდებს. ერთხელ მეც საინტერესო ამბავი შემემთხვა და მავიწყდა მესაუზმა და თორ, მერე მოგვიყევი შენი ისტორია, ახლა ამის დრო არ არის. შეგვიძლია მატარებელს გავუსწროთ და შემდეგ გაჩერებაზე მივცეთ ბებიას ჩემოდანი. მაგრამ ამისათვის მდინარის მეორე ნაპირზე უნდა მოვხვდეთ. ვიცი რა უნდა გავაკეთოთ. თურბოზავრებო მდინარესთან. ტრამპლინი ავაგოთ და დომ მდინარეს გადაახტება. თორ, მიწაში ორმოები ამოთხარე. ანკი სამშენებლო მასალას მოიტანს. ტრაკი ტრამპლინს ააწყობს. თურბოზავრებო, წინ! გაჭაპეჭა ჩასხედით, ხვედები შეიკარით და ერთმანეთს მოეჭიდეთ. ბებიასთვის ჩემოდანი მიგვაქვს. რა ლამაზად მიფრინავს. მოიცადეთ, თქვენთან ერთად მოფრინავ. მალე დაბრუნდით. როგორ ჩანს დღეს ნამდვილად არ დაგვიწყებია რომ გესაუზმა. დო, ვერ გეწევი. დაუჩქარა ზერ, ვაგვიანებთ. აუ, იქნებ ბებიას ეს ჩემოდანი არ სჭირდება. ზერ, თუ დაიღალე, სახურავზე დაჯექი.
კიდევ დიდხანს უნდა დაისვენოთ. დროა ბებიას ჩემოდანი წავუღოთ. მაგრად მოეჭიდე გზას გადავჭრით, სხვანაირად ვერ მოვასწრებთ. რას ნიშნავს გადავჭრით? ახლა გაიგებ. ზერ შეწყვიტე, უკვე გავჩერდით. ყვირილი არც მიფიქრია. პატარა ხომ არ ვარ. თითქმის მივედით, მხოლოდ ეს მთა დაგვრჩა გადასავლელი. დრო რატომ უნდა დავკარგოთ? გვირაბით წავიდეთ. გვირაბში შესვლა არ შეიძლება, ძალიან სახიფათოა. ტყუილად მაშინებთ. სახიფათო არაფერია. ხომ გითხარით, სახიფათო არაფერია მეთქი. ეს რა შუქია? მატარებელი? მატარებელი! მატარებელი! დო, ჯობს მთაზე ავიდეთ. ბედია, კატია, ჩემოდანი, ასე სწრაფად როგორ მოხვედით აქ? უპილოტო ტაქსი არსებობს, ძალიან სწრაფად დადის. მის გარეშე ვერ მოვასწრებდით. დიდი მადლობა ჩემოდნისთვის, ბავშვებო, არ ვიცი უთქვენოდ რა მეშველებოდა. ნახვამდის! რა სიტყვით ახლა სახლში წავიდეთ? უღონდ, გზას ნუ გადავჭრით, გთხოვთ. რამდენი მუხლუხი გაჩნდა ჩვენთან? რა საშინელება? თქვენმა მუხლუხებმა მთელი ჟოლო შემიჭამეს. რატომ გადაწყვიტეთ, რომ ჩემი მუხლუხებია? თქვენ თვითონ თქვით, რომ მუხლუხები ყავთ. ბავშვებო, მაღაზიაში გაიქეცით და მუხლუხების საწინააღმდეგო საშუალება მოიტანეთ. მე მანამდე ცოტას დავისვენებ. წარმოგიდგენიათ? აი, ამხელა მუხლუხებია. მეზობელი გამოხდა და ყვირილი დაიწყო. რა საშინელება? რა საშინელება? ესე იგი ამბობ, ეზოში მუხლუხები გაჩნდა, მეზობელთან კი საშინელება ხდება? წარმოგიდგენიათ, მუხლუხები. აი ამხელა. ზერმო უკვე ყველაფერი გითხრა. დასხედით. მაღაზიიდან მუხლუხების საწინააღმდეგო საშუალება წამოვიღოთ. მეც წამოვალ თქვენთან ერთად. ვაშა, საშუალების მოსატანად მივდივართ. ერთი იდეა მაქვს. რა? უკვე მოვედით? სად არის მაღაზია? როგორ ფიქრობთ, იქნებ ფერი შევიცვალო. ახლა წითელია მოდაში. ჩვენ რა, სპეციალურად ყველა გუბურასთან გავჩერდებით? არა, ვფიქრობ, ლურჯი ფერი უფრო მომიხდება. დედა მეუბნებოდა, რომ ჩვენი სამყაროდან აქ არაფრის მოტანა არ შეიძლებოდა. ძალიან სახიფათოა. საშიში არაფერია. ჩვენ სამყაროში ეს მცენარე საუკეთესო საშუალებაა მუხლუხებთან საბრძოლველად. ის უნდა მოვწყათ.
რა უცნაური სიზმარია. წარმოგიდგენიათ? იქ, აი ამ ხელა. რა, ისევ მუხლუხებია? არა, იქ საშუალებამ ჭიშკარი შეჭამა. რა საშუალებამ? რაო გაუმაძღარო, შემჭამე არა? აი ეს კადრი განსაკუთრებით კარგად გამომივიდა. შეხედეთ, როგორი რაკურსია. ეს მტაცებელი მცენარეა ადამიანებისთვის განსაკუთრებით საშიშია. უნდა ამოვთხაროთ და ისევ ჩვენ სამყაროში გადავიტანოთ. ტურბოზავრებო წინ! ტრაკ, შენ მის ტოტებს დაიჭერ. ანკი, შენ კაუჩს ამოსდებ და მიწასთან დასწევ. თორ, შენ ფესვებს ამოთხრი. შეუძლებელი არაფერია. ბავშვი საფრთხეშია. ზერ, მცენარე უკან ჩვენ სამყაროში წაიღე. ჩვენ კი სანამ ბებია გაიღვიძებს, გალავას შევაკეთებთ. მაგარია, ტრაკ, ნამდვილი პროფესიონალი ხარ. კიდევ ბევრი რამ შემიძლია. აი მეორე ბურთი რომ ქონოდა. თქვენ აქ ერთობით, იქ კი სამი კაცია ტომრებით. და აქეთ მოდიან. ტომრებით? ჰა, ძალიან დიდი ტომრები აქვთ. ზურგით მოაქვთ. ალბათ ტურისტები არიან და ზურგჩანთები აქვთ. მაშინ ჩვენი წასვლის დროა. არავინ არ უნდა დაგვინახოს. ზერ, რა გააკეთე? რატომ მაშინვე ზერი? ზერი დაიღალა და სასვენებლად ჩამოჯდა. ქვები კი უკვე 500 წელი არ შეუკეთებიათ. ქვას ასწრაფოდ უნდა ამოვიღოთ. მაგრამ შეიძლება ვერ მოვასწროთ ის ტურისტები. ის ტურისტები ახლოს არიან. გეგმა მაქვს. ტურისტებს შევაყოვნებთ. ტრაკ, შენი დახმარება დაგჭირდება. წამოვყევი. ბურთი წამოვიღო. არა, შენი სხვა ნიჭი დაგჭირდება. ჩვენ კი მანამდე ბაზის რემონტს მივხედავთ. ტურბოზავრებო, წინ! კიდევ ბევრი უნდა ვეაროთ, სანამ შევისვენებთ. არა, უკვე ახლოს ვართ. აქ ერთი მშვენიერი მინდორი ვიცი. იქ გავჩერდებით ღამის გასათევად. ამ დღეში მხეცები არიან? დათვებიან მგლები? აქ სრულიად უსაფრთხოა. ტრაკ, როცა მოგვიახლოვდებიან, ხმამაღლა შეუღრინე, როგორც შეგიძლია. ძალიან ხმამაღლა. დიდი ხანია ეს არ გამიკეთებია, მაგრამ ვეცდები. დროა. დათვები, მგლები, ენოტები.
ისეთი გენიოსი ხარ. რაც არ უნდა გააკეთო, ყველაფერი შესანიშნავად გამოგდეს. ახლა დრო გვაქვს, რომ ბაზა გავარემონტოთ. კიდევ უფრო უკეთესად შემიძლია. ცოტა რომ მე ვარ ჯიშა. არ გამოდის. ახლა მე ვწდი. არ გამოდის. ვერაფერს ვერ წამოვდე, კაუჭი. თითქოს რამდენიმე პატარა ქვად ვაქცევ. მეტის მეტად მაგარი ქვა. რა გავაკეთოთ? ტურისტები გარკვეული დროით შევაყოვნეთ, მაგრამ შეიძლება ნებისმიერ მომენტში გაჩნდნენ აქ. სასწრაფოდ უნდა მოვიფიქროთ რამე. ვიცი რაც უნდა გავაკეთოთ. პერკეტი გჭირდება. შეხედეთ? მაგარი მორი უნდა ვიპოვოთ. მის ერთ ბოლოს ქვის ქვეშ დავდებთ მეორეს, რაც შეიძლება მაგრად დავაწვევით. აქედან ახლოს წაქცეული ხედა ვინახე. ტრაკ, გამომყევი, გაჩვენებ. იქნება არ არის საჭირო. საჭიროა. უნდა გავიგოთ რა ხმა იყო. შეიძლება სამეცნიერო აღმოჩენა გავაკეთოთ. ტრაკ, მორს დააწექი. ტურისტებს ვხედავ. ძალიან ახლოს არიან. ბულ, ტრაკს დახმარება სჭირდება. ჩვენი წასვლის დროა. გმადლობთ მეგობრებო. არაფერს. ჩვენ ხომ ერთი გუნდი ვართ. გამარჯობა. შემთხვევით, ცოტა ხნის წინ საეჭვო ხმები ხომ არ გაგიგონიათ? ველური მხეცის საშინელი, შემადრწუნებელი ხმამაღალი ღრიალი. გამარჯობა. ველური მხეცის? რას ამბობ, აქ ასეთები არ არიან. ჩვენი დღე სრულიად უსაფრთხოა. ღრიალი? გავიგონე. მე და ჩემი ძმა ქვის ხანას თამაშობდით. პეჭა ხმალკბელა ვეფხვი იყო. მე კი პირველყოფილი მონადირე. აი, შენ კიდევ დათვები, ენოტები. ხმალკბილა ვეფხვი. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.